ეხლა ჩვენ მივდივართ ძალიან ლამაზ ადგილას, რომელსაც მონტანახოს ეძახიან და ამ ადგილას ჩამოედინება რამოდენიმე სახეობის მინერალური წყარო. აქვე არის ასევე მინერალური აბანოები, რომელსაც Puente de la Banos ეძახიან. ეს უპირობოდ მართლა ძალიან ლამაზი ადგილია, რომელსაც საკმაოდ ბევრი ადამიანი სტუმრობს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ვალენსიასთან დაახლოებით 100 კილომეტრის მანძილზე დაშორებულ პატარა სოფელში, რომელიც უნიკალურია და გამორჩეულია იმითი, რომ აქვს ესეთი ძალიან ლამაზი ბუნება და ესეთი მდინარე. სწორედ ამ მდინარეს უერთდება რამოდენიმე სახის მინერალური წყალი, რომელსაც მდინარეში ცურვის დროს იგრძნობთ. ამ თბილ წყლების საშუალებით მდინარე მთელი წლის განმავლობაში თქვენ წარმოიდგინეთ, ინარჩუნებს ტემპერატურას 20-დან 25 გრადუსამდე. შეხედეთ, როგორი სილამაზეა გარშემო. აი ნახეთ, საერთოდ რითი მოვედით, რა გვაცვია. ორი წლის წინ ვიყავით ამ ადგილას, ვიდეოც მაქვს პატარა YouTube-ზე მიდევს და ვიძახი, რომ ეს არის მეთქი რაღაცა უნიკალური ადგილი, სადაც მოდის ცხელი მდინარე მეთქი. მოკლედ, ეს ადგილი მდებარეობს ვალენსიასთან დაახლოებით 100 კილომეტრის მანძილზე. ულამაზესი ბუნებაა გარშემო, აი შეხედეთ, რამხელა სილამაზეა. და ამ ადგილას ჩამოედინება მდინარე, რომელშიც შედის მინერალური ცხელი წყლები, რის გამოც ეს მდინარე მთლიანად თბება და მისი ტემპერატურა არის დაახლოებით 20 გრადუსი. გარდა იმისა, რომ ეს მდინარე თბილია და ნებისმიერ სეზონის დროს შეგიძლიათ იბანაოთ, აი მაგალითად ახლა ხედავთ ადამიანებს, რომლებიც უკვე იბანავენ მდინარეში, აი. ხო, იმას ვწახოდი, რომ გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროის პერიოდში მოხვიდეთ აქ და იბანაოთ, ასევე უნიკალურია ეს წყალი, იმით რომ არის შიგნით საკმაოდ ბევრი მინერალები და ხალხი მოდის აქ სამკურნალოდ. აქვე არის აბანოები, სადაც მიდიან მერე და აქ აბაზანებს ღებულობენ. ახლა დაკეტილია აქაურობა, იმიტომ რომ არავინ არ არის. მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ამ უმშვენიერეს ადგილას მოსვლა, უბრალოდ აი მართლა რა რამხელა სილამაზეა, შეხედეთ. ვაუ. აი ამ კედლის უკან მდებარეობს ბუნებრივი გამოქვაბული, სადაც სამკურნალო წყლები გადმოედინება. წუთში დაახლოებით 6000 ლიტრი, რომელიც შემდეგ, რა თქმა უნდა, აი ამ 7 ონკანში ნაწილდება, აი თქვენ ხედავთ ახლა ჩემს წინ და შესაბამისად აი ამ თითოეული ონკანიდან შესაბამისი წყალი გადმოდის, ანუ სამკურნალო მინერალური წყალი გადმოდის, რომელსაც სხვადასხვა შემცველობა და დანიშნულება აქვს. ესეთი ამაგდა დერმატიტი, კუჭნაწლავის სამკურნალოდ, რაღაცა სახსრები და ასე შემდეგ. ამ სამკურნალო წყალმა იმდენად დიდი აღიარება მოიპოვა, რომ მისი ბოთლებში ჩამოსხმა და მაღაზიებში გაყიდვა დაიწყეს. აი ნახეთ, ესე გვაცვია დუტები. პირადად მე დუტი, ვიცი, კუდი და ასე შემდეგ. და უცებ დემეტრე. დემ როგორია? აბა ჩახტი წყალში. 1 2 და 3. წავიდა. როგორია? შენი ემოციები მაინტერესებს. თბილია. აბა ჩახტი. მოიცადე. ვერ მოვასწარი, მაინც ჩახტა, როცა კამერა მქონა შეტრიალებული. მე თვითონ წყალში არა ვარ, ვერ შევედი, მაგრამ როგორც ბიჭები მეუბნებიან, არის ესე იგი წერტილები შიგნით მდინარეში, საიდანაც გძნობენ, რომ ეს ცხელი წყალი ამოდის.
აუ წყალიც როგორი სუფთა, უბრალოდ შეხედეთ რა. ანუ ადგილი ხა ჩვენ სადაც ვართ, ეს მონტანეხოსი, ეს არის კასტელონის პროვინცია, ეს არის პატარა სოფელივით ადგილი, სადაც დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს. აქ ახლახან სადღაც 10-15 წლის უკან გაიხსნა ახალი სპა ცენტრი, რომელსაც ასევე საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ყავს. აქ შარშან არა აქ ვიყავი 2 წლის უკან, იანვრის თვე იყო და საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა დასვენების დღე იყო და მაგიტო ვერ გეტყვით, ან რამე დღესასწაული. მოკლედ, სავსე იყო აქაურობა და ყველობანაობდა. თვითონ აქ მოსასვლელი 2 გზა არის. ერთი მანქანით შეგიძლია მაღლა გაჩერდე და მე ფეხით ჩამოხვიდე დაახლოებით 100 მეტრი და არის მეორე მოსასვლელი გზა საფეხმავლო დაახლოებით ალბათ 500 ესე 600 მეტრია მოდიხარ ულამაზეს ხევში და გარშემო ამ ულამაზესი ბუნებით ტკბები და ათვარიელებ. აი აქეთ მხარეს მეორე მხარეს მახსოვს რომ იყო ძალიან ბევრი თევზი სპეციალურად ყავდათ ალბათ გაშენებული და უამრავი თევზი იყო აქეთ მხარეს. ეხა თევზებს ნამდვილად ვერ ხედავ. ეს ადგილი ადრე აი ესე გამოიყურებოდა ხა თქვენ სურათზე როგორც ხედავთ. მოკლედ ახდება იცი გეტყვი რა თვითონ ქვემოდან შიგადაში გამოდის ცხელი გეიზერები რა ბუშტები ხო და მთლიანობაში მდინარეს უქმნის ტემპერატურას რაღაც მომენტში გადიხარ გრილა მაგრამ ამ მომენტებში კაი სიტყვა აი აქ რომ გევარ ეხლა გემრილა თქვა რა კაი